თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე შეიკრებდნენ საკუთარი უნივერსიტეტის ეზოში. ამის შემდეგ კი როგორც თავადაც აღნიშნა, ისინი გადაინაცვლებენ საქალაქო სასამართლოსთან. ისინი შეკრებილები არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშით და კვლავ იმეორებენ უცვლელ სათქმელს იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტების ხმა ყოველთვის ხმამაღლა ისმოდა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ მიმდინარე მოვლენებიც არ არის გამონაკლისი, ამიტომ ახალგაზრდები მაქსიმალურად აქტიურობენ და ცდილობენ, რომ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ და შეუფარავად დააფიქსირონ. მოდი გადავინაცვლოთ და მოვისმინოთ აქ შეკრებილი ადამიანების პოზიციები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებიც არიან შეკრებილები და ისინი საკუთარ სტუდენტებს მაქსიმალურად უცხადებენ სოლიდარობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინიც ფიქრობენ, რომ ახალგაზრდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეჟიმის შეცვლის პროცესში, რადგან სტუდენტების გარეშე ამ ქვეყანაში არასოდეს არაფერი შეცვლილა და არც დღევანდელი დღე არის აქედან გამომდინარე. გამონაკლისი მე ახლა ვხედავ გიგა ბედინეიშვილს, ამიტომ მის პოზიციას მოგასმენინებთ. გამარჯობა ბატონო გიგა, აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართული ოცნების ილუზორულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ ეუთოდინის დასკვნა, თუმცა ხელისუფლებამ შეძლო კვლავ დაიკარგა თარგმანში და საკუთარი ამომრჩევლების მოტყუება კვლავ სცადა იმით, თითქოს ეს დასკვნა მათთვის არ არის საგანგაშო. რისი მანიშნებელია ეს თქვენთვის და ხომ არ არის იმის ცალსახა დემონსტრირება, რომ ახლა ქართული ოცნება არის პანიკაში? Ну, აი, ღორების ფერმას ემსგავსებს ყოველთვის აბსურდის თეატრია უკვე, ანუ ტყუილი სიმართლეა, ომი მშვიდობა, აი ეს აბსურდში მიდიან. ხა გასაგებია, რომ ესეთი ცუდი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით ოდირს საქართველოს დამოუკიდებლობის საქართველოს ისტორიაში არ დაუდია. ამის საფუძველზე გამოსვლა თქვა, რომ ეს რაღაცნაირად დადებითი დასკვნა, ეს არის კიდევ ერთი აი საბჭოთა კავშირის დონის პროპაგანდისტული აბსურდული პროპაგანდისტული მიდგომების მაჩვენებელი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სიმართლე სად არის, მთავარია რომ ტყუილი თქვა ხშირად, გამუდმებით, თანმიმდევრულად, სტრატეგიულად და ხალხს დაარწმუნებს, რომ მშვიდობა ცუდი, კარგია, თეთრი, შავია. აი ეს არის ფაქტორი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საზღვარგარეთას აჩვენებს, იმიტომ რომ მართლა რეალური არგუმენტებით და სიმართლეზე დაყრდნობილი არგუმენტებით ხალხთან ლაპარაკი აღარ შეუძლია ქართულ ოცნებას, ამიტომ აბსურდი დარჩათ მხოლოდ იარაღად. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმედით გიგა ბედინეიშვილს. ახლა კი სტუდენტების პოზიციებს მოგასმენინებთ, რადგან ისინი არიან მთავარი ინიციატორები ამ შეკრების და ისინი ყოველთვის ამბობენ საკუთარ სიტყვას ხმამაღლა და შეუფარავად. თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დროშით არიან წარმოდგენილი სტუდენტები და ასე ამბობენ საკუთარ სათქმელს, ხოლო მანამ სანამ ისინი გადაინაცვლებენ საქალაქო სასამართლოსთან, ამჯერად მანამდე იკრიბებიან უნივერსიტეტის ეზოში. აუცილებლად უნდა დაგისვათ კითხვა, რომ გავიხსენოთ ამ ბანერზეც კითხავთ აუცილებლად, მაგრამ კახაბენდუქიძის ფრაზაა ასეთი, რომ თუ გემუქრებიან, ესე იგი შენი ეშინიათ. როგორ ფიქრობთ, ახლა ქართული ოცნება რატომ ძალადობს მორალურად და ფიზიკურად მოქალაქეებზე? ეს ხომ არ არის კიდევ ერთხელ მათი შიშის ღია გამოხატვა და დემონსტრირება? რა თქმა უნდა, ისინი ძალადობენ, იმიტომ რომ მათ ეშინიათ. აშკარად იციან და ძალიან კარგად იციან, რომ მათი მმართველობის ეპოქა სრულდება. 12 წელი ამ ხალხმა რაც ვითმინეთ, ახლა ნამდვილად აღარ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ. ჩვენ ევროპულ მომავალს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებინებთ. ჩვენ განათლების დისკრედიტაციის უფლებას მათ არ მივცემთ და შესაბამისად ჩემი ბანერიც ამას ამბობს, რომ როცა ქართული ოცნება შეხვდება საქართველოს, ანუ ქართული ოცნების საქართველოს ზემოქმედების შედეგად საქართველო იცვლის კურსს და ხდება რუსეთი. ამის დაშვება ჩვენ არ გვინდა და ამიტომ დღავართ დღეს აქ, რომ მივაგოთ რა თქმა უნდა პატივი კახამედუქიძის სულსაც, რომელიც ნამდვილად ძალიან იამაყებდა, რომ დღეს თავისი სტუდენტები აქ დგანან და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმას, რომ ოცნება ძალიან მალე წავიდეს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმედით სტუდენტს, რომელიც ძალიან საინტერესო ბანერით არის წარმოდგენილი. მოდი კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მაყურებელს. ძალიან კარგად განმარტა პროტესტის მონაწილე, მისი მნიშვნელობა და არსი. მოკლედ, აქ არის ასეთი ვითარება, სტუდენტები რჩებიან ადგილზე, ისინი აპირებენ საქალაქო სასამართლოსთან გადასვლას, ამიტომ მოდი კითხვით გადავალ ერთ-ერთ მათგანთან და კვლავ კითხავ იმას, თუ რატომ გადაწყვეტეს სტუდენტებმა, რომ მივიდნენ პროტესტით საქალაქო სასამართლოსთან? გამარჯობა კიდევ ერთხელ. მაინტერესებს თქვენი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია არის საქალაქო სასამართლო. რის დემონსტრირებას ახდენთ ამით, რატომ შეირჩა ეს ლოკაცია სხვა ლოკაციების მსგავსად? დღეს როგორც იცით შაბათია, დღეს სასამართლო არ მუშაობს, როგორც გოგად არ მუშაობს როგორც სასამართლო და ჩვენ გვინდა ვანახოთ, რომ ეს სასამართლო, რომელიც ჩვენ და გოგუთონდეს და ხალხის არ არის, არ მუშაობს.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი მოკლე და სწორხაზოვანი პასუხი გქონდა ჩვენს ბოლო რესპონდენტს. ჩვენ ამჯერად ამით გემშვიდობებით და ახლა ევროკავშირის დროშა ფრიალებს ჩემს თავზეც რაღაც სიმბოლურად ვასრულებთ ამ მომენტში ამ ჩართვას. ხოლო რასაკვირველია შემდეგ ჩვენ უკვე გავყვებით ამ სტუდენტებს და როგორც არაერთხელ აღვნიშნე ისინი გადაინაცვლებენ საქალაქო სასამართლოსთან როგორც ჩანს ალბათ ერთ-ერთი მთავარი мотиваცია მათი ამ გადაწყვეტილების რატომაც მიდიან ამ ლოკაციაზე არის ის რომ ჩვენ ვიხილეთ უსამართლო სასამართლო ვიხილეთ ეგრეთ წოდებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ მათ მშვიდობიანი დემონსტრანტები აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზ გარეშე გაუშვეს ციხეში და შესაბამისად სტუდენტებიც საკუთარ პროტესტს დღეს იქ გააგრძელებენ და გადაინაცვლებენ საკუთარი კამპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან სწორედ საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას.